Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში მუშაობთ და თქვენ უსმენთ რადიო იმედს FM 105.9-ზე და ახლა გვაქვს ძალიან აქტუალური თემა, იმიტომ რომ პრინციპში საქართველოს 4-ვე სეზონზე აქტუალური არის ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ ზაფხული მაინც განსაკუთრებულად. აქედან გამომდინარე გიდების მომსახურების, სანდო გიდებისა და გიდების სერტიფიცირების თემა დადგა დღის წესრიგში, მით უფრო რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს სიახლე, რომელიც უკავშირდება სამთო, ალპური და რისკის შემცველ ბილიკებზე გამყოლი გიდებისთვის, მათი გადამზადება, სერტიფიცირება და სპეციალური სერტიფიკატისა და ლიცენზიის მოპოვება დადგა დღის წესრიგში. ამ თემაზე ჩვენ სტუმართან ერთად უნდა ვისაუბროთ და ყველა შეკითხვა გავარკვიოთ იმის ჩათვლით, რა ვრცელდება სოციალურ ქსელში, რა არის სინამდვილეში მართალი, რა არ არის და როგორ უნდა გავარკვიოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, მოგესალმებით. ჩვენი სტუმარი სტუდიაშია და ხედავთ კადრშიც, ვინც უყურებთ რადიო იმედის Facebook-ის გვერდზე და ასევე YouTube-ის საშუალებით. ჩვენს გადაცემას კადრშიც ხედავთ ქალბატონი მედია ჯანიაშვილი შემოგვიერთდა, რომელიც არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელსაც. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. რომ კარგად განვმარტოთ, ხო? კარგად განვმარტოთ დაინტერესებული პირებისთვის კანონის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულება. დიახ, ცოტა შორიდან დავიწყებ თქვენს ნებართვით. ტურიზმის შესახებ კანონი ძალას შევიდა 2023 წელს. დიახ. ეხლა მიმდინარე წლის 1 ივნისს ჩვენ გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ კანონში. ეს პრაქტიკა მოიტანა მუშაობის პროცესმა, კერძო სექტორთან ძალიან აქტიურმა თანამშრომლობამ, ბუნებრივია ეს არის ცოცხალი მექანიზმი და მიმდინარე საქმიანობები აჩვენებს რაღაცების გამოსწორების საჭიროებას და ეს საჭიროება სწორედ ახლა დაგვიდგა. კანონის თანახმად კულტურულ გიდებს ეხებათ ნებაყოფლობითი სერტიფიცირება, რომელსაც ახორციელებს პერსონალის სერტიფიცირების აკრედიტირებული ორგანო. ამ კუთხით ცვლილება არ განხორციელებულა მიმდინარე წლის 1 ივნისს, როგორც ვახსენე და ისევ რჩება ძალაში, შესაბამისად ნებისმიერ კულტურულ გიდს, რომელიც ტურს ატარებს საქართველოს მასშტაბით, სავალდებულო სერტიფიცირება არ ეხება. კანონის თანახმად ასევე 2023 წელს მიღებული კანონის თანახმად 2025 წლიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს, როგორც არიან მათ შორის გიდები, ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები, ჰქონდათ ვალდებულება რეგისტრაცია გაევლოთ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ეკონომიკურ საქმიანობის რეესტრი იყო ნებაყოფლობითი რეესტრი აქამდე, თუმცა ჩვენი კანონის მიხედვით ვალდებულება დაეკისრათ აღნიშნულ სუბიექტებს. შესაბამისად 2026 წლის 1 ივნისიდან რეგისტრაციის გარეშე მომუშავე სუბიექტი ჯარიმდებოდა 500 ლარის ოდენობით. ჯარიმა რანაირად მოწმდებოდა, ვინ იყო გადარეგისტრირებული, ვინ არა. ეს ხდებოდა მისტიური კლიენტებით, მაგალითად გადამოწმება ქუჩაში, ვინ მუშაობს, ჯგუფები ვის ყავს. თუ აი როგორ უნდა გენახათ სრული ბაზა, ვინ არის დარეგისტრირებული და ვინ არ არის დარეგისტრირებული, მაგრამ მუშაობს მაინც. სხვა მექანიზმი არსებობს, რა თქმა უნდა. ჩვენ კანონის მიხედვით უფლებამოსილი ორგანო ამისი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განისაზღვრა, მათ შორის ახსროლების ნაწილში. შესაბამისად, გასულ წელს რეორგანიზაციის პროცესის შედეგად დავამატეთ სპეციალური სამსახურები, ვინც ახორციელებს მონიტორინგს, როგორც ცაველი, ასევე დაესკ სამუშაოების მიხედვით. თუმცა აქ მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ შეტანილი ცვლილების შესაბამისად, რომელიც 1 ივნისს განხორციელდა, ჩვენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება მოვხსენით და ნაცვლად ამისა, რეგისტრაციის ვალდებულება გადმოვიტანით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში, რომელიც ძალიან კარგად არის ცნობილი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, იმდენად, რამდენიც რეგისტრაცია აქ იყო ნებაყოფლობითი მანამდე. მანამდე ცნებაა. კი ბატონო, ახლა უბრალოდ სავალდებულო გავხადეთ და შესაბამისად ჯარიმაც, რომელიც 2026 წლის 1 ივნისს უნდა ყოფილიყო შესულიყო ძალაში, გადავიტანეთ და გადავავადეთ 2026 წლის 1 იანვრიდან. ეს პერიოდი სექტორს ექნება გარდამავალი პერიოდი, რომ რეგისტრაცია მოახდინოს. ჯარიმა დარჩა იგივე ოდენობაში. რამდენია? 500 ლარის ოდენობით მოხდება. ჯარიმა 2027 წლის 1 500 ლარი ჯარიმა თუ არ არის დარეგისტრირებული ბაზაში. თუ არ არის დარეგისტრირებული ადრე ბაზაში. ეკონომიკურ საქმიანობის ბაზა იყო, ახლა ტურიზმის ბაზა, მაგრამ ბაზა. კი ბატონო, შესაბამისად 2027 წლის 1 იანვრამდე არის, ასე ვთქვათ, გარდამავალი პერიოდი, სადაც სექტორს საშუალება ექნება რეგისტრაცია გაიაროს ყოველგვარი ჯარიმის. ვერ კიდევ არის ვადა ამ ყველაფერს. და აი ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ სამთო ალპურ და რისკის შემცველ გამყოლებს სჭირდებათ ლიცენზიის მოპოვება. კი ბატონო, ამას გავმიჯნა, იმიტომ რომ ხშირად ერევათ ხოლმე
ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, კულტურული გიდების მიმართულება და რისკის ეხლა რაც ჩვენ ვისაუბრეთ მანამდე ეს კულტურული ეს ეხება გიდები კულტურულ იყვნენ. გიდებს. რაც შეეხება რისკის შემცველ პროფესიებს, ჩვენ ზოგადად პოტენციალიდან გამომდინარე საქართველოს ძალიან ბევრ სათავგაცვალო აქტივობას თავაზობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორს. შესაბამისად, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას ამ კუთხით ხარისხის გაზრდა და ეს პროფესიები უშუალოდ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამდენად ყველგან მათი რეგულირება ხდება. გარდა ამისა, ჩვენ ქვეყანაში არსებობს სამთო-გამყოლთა ასოციაცია, რომელიც არის საერთაშორისო სამთო-გამყოლთა ასოციაციის წევრი, მათი სტანდარტით ხელმძღვანელობს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა და ამისთვის სექტორი ემზადება, ბოლო არ ვიცი, 10 წლეულებია, რომ ასე ვთქვათ, მივიდეთ იქამდე, რომ ეს პროფესია გახდეს რეგულირებული. გვაქვს ქვეყანაში სერტიფიცირებული და აკრედიტირებული სასწავლო პროგრამები სამივე პროფესიისთვის. ამდენად წინაპირობა მათი სავალდებულო სერტიფიცირების ნამდვილად არსებობს. სერტიფიცირების ნაწილში ჩვენ კანონის წინა ჩანაწერში ხონდა, რომ სერტიფიცირებასაც განახორციელებდა პერსონალის სერტიფიცირების აკრედიტირებული ორგანო. ამ კუთხით ცვლილება განახორციელებდა მასერტიფიცირებულ ორგანოდ განისაზღვრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 1 ივნისამდე ჩვენ გქონდა ვალდებულება ამ სამი პროფესიისთვის შეგვემუშავებინა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ასახავს როგორც პროფესიულ ასე ვთქვათ, სტანდარტებს, ასევე ტერიტორიულ კომპეტენციებს და ასევე სერტიფიცირების წესიც. ეს პროცესი სექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ეს დოკუმენტები შემუშავებულია, უბრალოდ ძალიან მოკლე პერიოდში ოფიციალურად დამტკიცდება მათი გავრცელება, რა თქმა უნდა, მოხდება შესაბამისად სექტორში და დაიწყება სერტიფიცირების პროცესი. რომელიც ასევე გარდამავალ პერიოდად ავიღეთ 1 წელი, ანუ მომავალი წლის ივნისამდე. უკვე ამ წლის ივნისიდან იწყებოდა დაჯარიმებაც, რაც რეალურად ცოტა პრობლემატური იყო. შესაბამისად 1 წელი ავიღეთ და 2027 წლის 1 ივნისამდე გადავავადეთ ჯარიმა. მანამდე მოსამზადებელი პერიოდია, მათ შორის გაიარონ პროცესი. და აი რო გაიარონ ეს პროცესი, ეს არის ან უნდა ჩააბარონ ეგრეთ წოდებული ან გამოცდა, ან სადაც გამოჩნდება მოგეთ მათი ცოდნისა და შესაძლებლობების ხარისხი, თუ შეუძლიათ თქვათ ჯერ ისწავლონ თქვენთან ერთად და მერე მიიღონ სერტიფიკატი. აი როგორ ეტაპებს თავაზობთ ადამიანს, ვისაც უნდა ამ სერტიფიკატის მოპოვება. როგორც მე აღვნიშნე, ქვეყანაში არსებობს აკრედიტირებული სასწავლო პროგრამები სამივე პროფესიისთვის. გვაქვს ქვეყანაში სათავგაცვალო ტურიზმის სკოლა, რომელიც ამ პროფესიის ადამიანებს ამზადებს. ამდენად ჩვენ სერტიფიცირების ნაწილში დამატებით გამოცდას, რა თქმა უნდა, აღარ ვითხოვთ, იმიტომ რომ ამ სკოლის მიერ გაცემული დიპლომი თუ სწავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი არის აბსოლუტურად აღიარებული ქვეყნის მიერ და საკმარისი. თუმცა სერტიფიცირების პროცესში დამატებით სერტიფიცირება იქნება უვადო, ამის დეტალებს მოგვიანებით გაგიზიარებთ, როგორც კი დამტკიცდება წესი. თუმცა სერტიფიცირების პროცესში ნებისმიერ მსურველს და უკვე სერტიფიცირებულ გიდს მოეთხოვება გარკვეული დოკუმენტაციის განახლება. როგორც მაგალითად, ერთ-ერთ დავასახელებ ყველაფერს არა, განგრძობითი პროფესიული განვითარების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოგეხსენებათ, ეს პროფესია ფიზიკურ მომზადებასთან, სიახლეების მიმართ, ასე ვთქვათ, ადაპტაციასთან და საუფლებასთან არის დაკავშირებული. ამდენად მუდმივად მნიშვნელოვანია ხდებოდეს გადახედვა ამა თუ იმ ადამიანს სერტიფიცირების. ანუ ერთხელ რომ მოიპოვო სერტიფიკატი და მერე მთელი ცხოვრება ამით იმუშაო, ეს არ არის გამართლებული. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, ეს ჩვენ არ დაგვინერგავს. საერთაშორისო პრაქტიკით ხელმძღვანელობთ და აქ უნდა აღვნიშნო, სერტიფიცირების წესის შემუშავების პროცესშიც გარდა ჩვენი ასოციაციის და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობისა ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო პრაქტიკას და მათ შორის მსოფლიო ფედერაციის ძირითად სტანდარტებს და მოთხოვნებს. ამდენად ეს პროცესი წარმართება ასე. ჩვენ იმისათვის, რომ პროცესი იყოს მარტივი, მოგეხსენებათ, ამ პროფესიის ადამიანები უმეტესწილად მოღვაწეობენ რეგიონებში. ფიზიკურად შეიძლება საბუთების სადღაც შემოტანა დამატებით ბიუროკრატიასთან, სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. ეს პროცესი იქნება შესაბამისად სპეციალურად შემუშავებული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ყველა მსურველს ძალიან ონლაინ ატვირთავენ? ონლაინ დოკუმენტაციის ატვირთავს. და გარდა იმისა, რომ ეს შეიძლება ფიზიკურად არ იყვნენ თბილისში და ეს ოფისში ვერ მოვიდნენ. მაინც ამ მიმართულებით ყველაზე დატვირთულად მუშაობენ იმ რაიონის და რეგიონის წარმომადგენლები, ცხოვრები ხალხი, სადაც არის ეს ტურები, ხო? სვანეთში სვანი, მაგალითად, ხევში, ყაზბეგში და გუდაურში ხევის წარმომადგენელი და ადგილობრივად მცხოვრები და აი
ეს სწავლება, ეს სერტიფიკატის მიღება და ყველაფერი იქ ადგილზე არის მორგებული ამათ რეალობას, თქვათ, აი, თუნდაც ეს სკოლა, რაც თქვით, ეს სკოლა ფიზიკურადაც შეიძლება, რომ თქვათ, იქიდან ისწავლონ, თუ თბილისში ხდება სწავლება, თუ აი, როგორ არის ეს მექანიზმი აწყობილი? სწავლების პროცესი თეორიული ნაწილის გარდა პრაქტიკულს მოიცავს. ხო, პრაქტიკული ისედაც სიამოვნებაა. სკოლა უზრუნველყოფს ამას, რომ ადგილზე ხდება მათი მომზადება, გადამზადება და ასევე პროფესიული განგრძობითი პროფესიული განვითარების ასე ვთქვათ. აქ ალბათ შედის პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნაც და ასე შემდეგ. აღჭურვილობის გამოყენება პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნა, მოქცევის წესები, გარემო პირობებთან მიმართებაში და ასე შემდეგ, რომელიც ასევე, რა თქმა უნდა, ტექნიკურ რეგლამენტშიც განისაზღვრება. და ამ შემთხვევაშიც თუ ვთქვათ ადამიანი არ მიიღებს ერთი წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატს, მომავალი ივნისიდან დაიწყება ჯარიმების ამოქმედება, ხო? აი მერე მოხერხდება ამის გაკონტროლება მთაში, ვის სიგამყოლი იქნება, აი ძალიან საყვალპურო და ხალხურ ენაზე რო ვიკითხო ეს კი ბატონო, აქაც ტურიზმის ადმინისტრაცია კანონის მიხედვით ძირითადი აღსრულებელი განსაზღვრული, თუმცა ტურიზმის ადმინისტრაცია აპირებს ამას, რა თქმა უნდა, მათ შორის ასოციაციის შესაბამის პროფესიული ასოციაციების და ამ პროფესიის ადამიანების ჩართულობით. ჩვენ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრეთ კონკრეტული ტერიტორიული კომპეტენციები, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულად წერია რა ტერიტორიებზეა საჭირო სერტიფიცირების ქონა ტურის განხორციელების პროცესში. ამდენად ეს პირდაპირ მის მონიტორინგის თემასაც ხშირად დაინტერესებული მხარეები სწორედ ამას კითხულობენ და ძალიან მალე გავაზიარებთ ამ დოკუმენტს, რომ რაც შეიძლება თვალსაჩინო იყოს ამ ტურების განმახორციელებელი ადამიანებისთვის რა კატეგორიის ტურებს ეხება. დიახ, ხო, ეგ საინტერესოა, ხა ზამთარში მაგალითად ძალიან პოპულარულია ინდივიდუალური ტურები, გაუკვალავში, სრიალი მაგალითად და ასე შემდეგ. და აი ამ ყველაფერს დაჭირდება სანდო გიდი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თავის დაზღვევის მიზნით, თქვათ, მეტად იყოს აცილებული ყველანაირი რისკი. მე მაგალითად ხა ევროპაში არ გამომიცდია უცხოელ გიდებთან ურთიერთობა, მაინც უფრო ჩემით გადავადგილდებოდი ხოლმე, მაგრამ აი ისეთ ქვეყნებში, სადაც მთაში მაღლა არის საჭირო გამყოლი, ეხლა პირველადაც გამახსენდა პერუ, მაგალითად, სადაც ძალიან რთული კლიმატური პირობებია, ყველა გიდს ვინც კი შემხვედრია, ეს იქნება ჯგუფური თუ ინდივიდუალური, გულზე აქვს ჩამოკიდებული თავიანთი ესეთი, როგორც ცაშვია ესეთი და თუ ჯგუფური გადაადგილება, ავტობუსი აქვს და მძღოლთან ერთად ჩამოკიდებული, რომ ესენი არიან ავტორიზებული და ექვემდებარებიან ქვეყნის ტურიზმის იმას. რაღაცა მეტრსანდობას გაძლევს თითქოს. რა თქმა უნდა და ეს პროცესი მათ შორის ძალიან სწორად აღნიშნეთ, მომხმარებლისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სანდოების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ სერტიფიცირებასთან ერთად ვაწარმოებთ აბსოლუტურად საჯარო რეესტრს, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს, ვინ არიან ეს სერტიფიცირებული გიდები, რა კომპეტენციის და ასე შემდეგ. ხო, ვის მიუყვები, ვის ვენდობი, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი იმდენ, რამდენიც რა თქმა უნდა, სწორედ გამყოლზეა დამოკიდებული, რაც არდა ფიზიკურად კარგად მომზადებული იყოს. ტურისტი და მომხმარებელი გამყოლზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და ფაქტიურად მისკენ არის მთელი ეს რისკი გადანაწილებული, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიარო შენი ტური. გასაგებია. ანუ ეს მიმართულება გამყოლის არის სავალდებულო რეგისტრაცია და სავალდებულო ავტორიზება და ის არის ნებაყოფლობითი, რაც კულტურული მიმართულება. და აი ნებაყოფლობითი რომ არის, რომ მიუბრუნდეთ იმ თემას, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ამის დარეგისტრირება, რა ბენეფიტი აქვს იმ სხვა გიდთან და კონკურენტთან შედარებით, ვინც არ არის დარეგისტრირებული, თქვათ. ჩვენ კანონის მექანიზმში გარკვეული ბენეფიტები ჩავდეთ. ერთ-ერთი ასეთი ბენეფიტი იყო ყველა სახელმწიფო სერვისზე უსასყიდლო წვდომა, დაცულ ტერიტორიებზე, მუზეუმებზე. და ეს არის ერთგვარი წამახასიათებელი. უსასყიდლო, ანუ აი მუზეუმში მაგალითად ბილეთის საფასურს აღარ გადაიხდის სერტიფიცირებული გიდი და თვითონ თუ ვის გუნდზე? თვითონ. თვითონ ხო ვერ მიხდება 50 კაცი ხო მაგიტო ვერ პირადად. პირადად მას ექნება წვდომა ყველა სახელმწიფო სერვისზე უსასყიდლოდ. ეს მექანიზმები რეალურად შეიძლება, რა თქმა უნდა, ჩვენ სექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით განვიხილოთ ტენდენციებს, ბაზრის მოთხოვნებს და ასე შემდეგ. ეს პროცესი სავალდებულომდე მივიდეს, ამასაც განვიხილოთ, თუმცა ვამჯობინეთ სექტორთან კომუნიკაციით, რომ პირველ ეტაპზე ნებაყოფლობით დაგვეწყო.
პირველ ეტაპზე მოვახდინოთ სრული აღწერა ქვეყანაში არსებული გიდების და სწორედ რეგისტრაციაც ამას ემსახურება. საერთო სურათი დავინახოთ, ბაზრის მოთხოვნები, შრომის ბაზრს და ამის მიხედვით უკვე განსაზღვროთ საჭიროება ამის სავალდებულოებისა. თუმცა არ გამოვიწყოთ, რა თქმა უნდა, გახდეს სავალდებულო. აუცილებლად უნდა ვიკითხო ერთი საკითხი, რომელიც მე მგონი უკვე მოგვარდა, მაგრამ გადავამოწმოთ ახლა ეთერში ჩვენ სტუმართან ერთად. ეს არის უცხოენოვანი, უცხოელი გიდები. იმიტომ რომ ხშირად შევხვედრია, თბილისის ცენტრში მაინც ყველაზე მეტად, როდესაც საქართველოს მცხოვრები უცხოელი, შეიძლება დროებით მცხოვრები და საერთოდ არა მუდმივად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი თავის ენაზე ატარებს ტურს, ოღონ ერთია რომ თავის ენაზე ატარებს ტურს, ეს შეიძლება კომფორტულია უცხოელი ტურისტისთვის, მაგრამ არავინ ვიცით რას ყვება, არავინ ვიცით როგორ აწვდის საქართველოს ისტორიას. კიდევ მნიშვნელოვანია ჩვენი გეოპოლიტიკური და პოლიტიკური მდგომარეობიდან რა პოზიციით აწვდის საქართველოს ისტორიას. აი ეს საკითხი საკმაოდ მძაფრად განიხილებოდა გარკვეულ პერიოდის განმავლობაში. თუ დარეგულირდა და როგორ? კი ბატონო, ესეც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ზოგადად გიდის პროფესიაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, ისინი გარკვეულწილად ელჩები არიან ჩვენი ქვეყნის. ძალიან. პირველი შეხება აქვთ სტუმართან და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომსახურება იყოს ხარისხიანი, სანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული. ამდენად თვითონ ადგილობრივ გიდებსაც ყოველთვის ჰქონდათ გამოწვევა, რომ გარდა იმისა, რომ უცხოელს შეიძლება რისკი ჰქონდეს ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ასევე შრომის ბაზარზე არსებობს ისეთი რაოდენობა ქართველი ადგილობრივი გიდების, საქართველოს მოქალაქეების, რომ თავისუფლად შეიძლება ერეოდნენ შემოსული ნაკადის მართვას და დამატებით სამუშაო ადგილების გადანაწილება ხდება ჩამოყოლილ გიდს. ეს გამოწვევა სექტორის მხრიდან დადგა, კანონპროექტის შემუშავების პროცესშიც ძალიან აქტიურად ითხოვდნენ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდების შეზღუდვას საქმიანობის. იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ კონკურენციას, მათი ადგილები ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა ის, რომ მიგრაციის კანონში შესული ცვლილების შესაბამისად ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან საქართველოს მუდმივი ბინადრობს არ მქონე პირს აქ განხორციელება გარკვეული საქმიანობის ეკრძალება თუ მანან მოიპოვა შრომის უფლება. ამ ნაწილში რა მოხდა გიდებიც, მათ შორის ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ამ პროცესს მართავს. პროფესიებზე განსაზღვრულია გარკვეული კოტები, ზოგი სრულად არის ჩაკეტილი, ზოგი არის შრომის უფლების მოპოვებით და ვინც დააკმაყოფილებს შესაბამის საბუთების წარდგენის მოთხოვნას, რა თქმა უნდა, მიიღებს შრომის უფლებას. მაგრამ გიდებთან მიმართებაში და ეს კოტები დაფუძნებულია შრომის ბაზრის ძალიან ისეთ ანალიზზე, საფუძვლიან ანალიზზე, რამდენ დააკმაყოფილებს აქ არსებული მუშახელი მოთხოვნას, გიდებთან მიმართებაში წელს კოტა განისაზღვრა ნულოვანი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთ არ შეუძლია შრომის უფლების მოპოვება. განსხვავებით სამთო ალპური და სათხილამურო გამყოლების ნაწილში, რესკი შემცველი პროფესიებზე, რომელზეც ვისაუბრეთ, ჩვენ სექტორთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციების საფუძველზე განსაზღვრეთ 200 კოტა წლიურად. უცხოელად გამყოლზე. იმიტომ რომ აქ მოცემულობა ისეთი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ჯგუფი ჩამოდის, ჩვენ არსებული გიდების რაოდენობა შეიძლება ვერ ერევა ამას. ანუ იქ მეტი თავისუფლება არის ადგილების რაოდენობაში. გარკვეული ქვეყნებიდან ჩამოსული ჯგუფებს თავის ხარისხიც მოაქვთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საერთაშორისო ბაზარზე იგივე მსოფლიო ფედერაციის მიერ ისინი თავიანთი სერტიფიკატით მოდიან? თავიანთი სერტიფიკატით. თავის ქვეყნის. თუმცა აქ უნდა აღვნიშნოს შრომის ბაზრის, ასე ვთქვათ, შრომის საქმიანობის უფლების მოპოვება, რა თქმა უნდა, 200 ადამიანს შეუძლია, მაგრამ სერტიფიცირებას ეკონდებარებიან ესენიც. ჩვენთან. ანუ ვერც უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ განახორციელებს აქ საქმიანობას, თუ არ აიღოს შესაბამისი სერტიფიკატი. ანუ ხო აი ეს ცოტა ვერ მივხვდი თავისას წამოიღებს, მაგრამ აქაც კიდევაც უნდა დამატებით მათ შორის გარკვეული ქვეყნების და სასწავლებლების სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარებას ვახორციელებთ. მაგრამ აქედანაც დასამატებელია აქ დამატებით მოეთხოვებათ მათ დაზღვევა, პროფესიული, განხორციელებითი პროფესიული განვითარების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირველი სამედიცინო დახმარების, ასე ვთქვათ, სერტიფიკატი და ასე შემდეგ. გასაგები.
ესე იგი უცხოენოვანი გიდები კულტურულ ნაწილში უკვე მთლიანად აგრძელებულია, განულებულია, ხო? განულდა, რისკის შემცველში არის 200 კოტა, თუმცა შრომის უფლებასთან ერთად დამატებით მოეთხოვება ჩვენი სერტიფიკატის აღება. ისე სანამ განულდებოდა, იყო დიდი რაოდენობა. მე რაც შევხედე შესამჩნევად ქალაქის ცენტრალურ უბნებში, მთაწმინდა სოლოლაკი, რუსთაველი, სადაც ესეთი ტურისტული ადგილები ელექტრი, იქ იგრძნობოდა, რომ იყვნენ და აი ბაზაში როგორ ჩანდა საერთო სურათი. რამოდენიმე ქვეყანა გამოიკვეთება, რომელთაც დიდი რაოდენობა არის, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად ენობრივ თემასთან მიმართებაშიც. გარკვეული ქვეყნები, შეიძლება ჩინურენოვანი ქვეყნები ამჯობინებენ საკუთარ გიდით ჩამოსვლას, იმიტომ რომ შეიძლება აქ ბაზარზე ვერ იყო. თუმცა ჩვენი ბაზრის ანალიზი, რა თქმა უნდა, სექტორთან ერთად გამახორციელდა და იგივე ჩინურენოვანი გიდებიც ჯერჯერობით ძალიან საკმარის რაოდენობა გვყავს ის, რომ მოემსახურონ, ასე ვთქვათ, ამ ტურს. თუმცა ენობრივი პრობლემაც ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ მაგალითად იგივე რამოდენიმე ქვეყანაში საერთაშორისო ბაზარზე არსებობს პრეცედენტები და არსებობს რეგულირება, როდესაც ადგილობრივი გიდი აუცილებლად უნდა აიყვანო, გარდა იმისა, რომ შენ მაინც გყავდეს. აიყვანო, იმიტომ რომ ის გაწვდის სანდო ინფორმაციას. ამიტომ აღნიშნე, რომ კოტირებაც არის პერიოდულობით. შეიძლება შრომის ბაზარმა გვაჩვენოს, რომ გარკვეული ქვეყნისგან გვჭირდება მენოვანი გიდები იქიდან გამოყოლილი ტურსა და ეს კოტაც გაიზარდოს ნულიდან რაღაც რაოდენობა. და შინაარსის ნაწილში უკვე დანარჩენი პირად კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული შინაარსი და პოზიცია მოყოლის და იმედი მაქვს შინაარსის კონტროლს ვერანაირად ხო ეს ვერ მოხერხდება. ვერ ახერხებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ შეიძლება მოხდეს ისეთი ფაქტებიც, რომ გამიზნულად მოხდეს არასრული ან უცრო ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული სექტორის წარმომადგენლობისთვის, ქვეყნის იმიჯი ძალიან სწორად წარმოაჩენს. და სწორი პოზიციონირების გატარება. გასაგებია. მე მგონი ნათელი მოვფინეთ დეტალურად რა მიმართულებით რა ვალდებულებებია, სად არის ნებაყოფლობითი და სად სავალდებულო სერტიფიცირება გიდების ამ ორ სექტორში, კულტურული მიმართულებით მომუშავე გიდები და ჯგუფებზე მომუშავე გიდები და ასევე გამყოლები, რომლებიც გაცილებით უფრო რისკის შემცველ ზონაში მუშაობენ სამთო ალპური და სათხილამურო კუთხით. და მათთვის არის სწორედ ვალდებულება ხო ამ სერტიფიკატის მოპოვება. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა პირიქით თქვენ, მედია ჯანიაშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. მადლობა, წარმატებულ დღეს გისურვებთ და წარმატებულ დღეს უსურვებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, ვინც სოციალურ პლატფორმებზე გვიყურებს. დროებით გემშვიდობებით თქვენ უსმენთ რადიო იმეც FM 105.9-ზე.